14 მხატვრის შემოქმედება ერთ დარბაზში 14-ვე ქალბატონია. ექსპოზიციაზე ტაბუდადებული თემები ჭარბობდა გამოფენას გალერეა 9 მომასპინძლა. ქალი სათვალით, ქალი წითელი პომადით, ქალი ბუნებაში, ქალი ბიბლიოთეკაში და ქალი ინტიმურ გარემოში. ეს ყველაფერი ერთად 14-მა შემოქმედმა ქალბატონმა ერთ ექსპოზიციაში გააერთიანა და დამთვალიერებელს ჩემი სახელია სახელწოდებით წარუდგინა. ჩვენთვის ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პირველ რიგში, იმიტომ რომ გვინდა ქალი ხელოვანების საქმიანობის პოპულარიზაცია და გარდა ამისა გვინდა რომ თემები, როგორიც არის გენდერი, იდენტობა, ქალთა უფლებები, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს და ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ გენდერულ სტერეოტიპებს ვებრძოლოთ. ურთიერთობა გარე სამყაროსთან ტაბუდადებული თემები, საკუთარი თავის ძიება, მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა. ხელოვანმა ქალებმა ეს თემები თავიანთ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებში გააერთიანეს. ქალის ფენომენი არის რაღაცა სიახლე ზოგადად და აი რა სახით განვითარდება საზოგადოება 21 საუკუნეში, ანუ ქალი იქნება დომინანტური თუ საზოგადოება იქნება პატრიარქალური. დამთვალიერებელთა შორის ფოტოგრაფებიც იყვნენ, რომლებმაც გენდერული ბალანსის მომხრე ქალბატონები თავისებურად შეაფასეს. ალბათ იგივე ნამუშევარს რო კაცს გაეკეთებინა, ალბათ უფრო მსუბუქი იქნებოდა, იმიტომ რომ შევთანხმდეთ, რომ ქალი უფრო მძიმე ცხოვრებით არის, ხო, თუნდაც იმიტომ რომ დედაა პირველ რიგში და ანუ ბევრი ფაქტორია ამაზე, რომელიც მოქმედებს. ალბათ შინაგანი სამყაროც განსხვავდება. და ესეთი ღონისძიებები, როგორც არის აი ქალების გაძლიერება ხელოვნებაში, ქალების გაძლიერება სხვადასხვა საკითხებში, რა თქმა უნდა, წინ წევს ქალების როლს და საშუალებას გვაძლევს, რომ აღვიქვათ თუ რას გრძნობენ ქალები და რას აღიქვავენ და ისი თქმა უნდა ამა თუ იმ საკითხებში. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსგავსი სახის გამოფენებით ქალბატონებს მომავალშიც გაანებივრებენ. ამჯერად კი სუსტისკესის წარმომადგენლებმა საკუთარი თავები გალერეა 9-ში შეაფასეს.